ყველა უთანხმოების კონფლიქტის თუ ომის უკან დგას ფუნდამენტური მიუღებლობა განსხვავებული აზრის და პოზიციის და ის რომ არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ეს განსხვავებული პოზიცია მოვისმინო და მივიღო. დაფიქრდი რამდენჯერ ყოფილა შენ ცხოვრებაში სიტუაცია როდესაც შენ არ ქონია არანაირი სურვილი მოგისმინა სხვა ადამიანისთვის და განსხვავებული აზრისთვის. როდესაც მე ამ განზრახვით ან მიდგომით შევდივარ კომუნიკაციაში, მეორე მხარე ამას გზნობს. მეორე მხარე გზნობს, რომ მე მისი აზრი არ მაინტერესებს. და თუ ამას გზნობს, არანაირი კავშირი და სიცოცხლე ჩვენ შორის კომუნიკაციაშია ვერ იარსებებს ფიზიკურად. იმისათვის, რომ შედგეს დიალოგი, პირველ რიგში საჭირო არის მიმღებლობა, რომ მეორე მხარეს შეიძლება ჩემგან განსხვავებული აზრი ქონდეს. და გულწრფელი ინტერესი, რომ ეს აზრი გავიგო. სხვა საკითხია გავითვალისწინებ თუ არ გავითვალისწინებ ამ აზრს, მაგრამ როგორც მინიმუმ მოვისმენ და გავიგებ. და შეიძლება ამან მოიტანოს სივრცე იმისათვის, რომ მოძებნო ის ვერსია, სადაც შენთვისაც და მისთვისაც მისაღებია განსხვავებული პოზიციები.